მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ რვახმის სისტემის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ საეკლესიო საგალობლები ექვემდებარება რვახმის სისტემას. ჩვენ ვესწრებით ტაძარში მსახურებას და ვუსმენთ რამ საგალობლებს, ვწმუნდებით იმაში, რომ ხმების მიხედვით საგალობლების ჰანგები იცვლება. როგორც მოგეხსენებათ, ხმა არის კალენდარული კატეგორიაც და მუსიკალურიც, რა თქმა უნდა. თქვენ თუ დააკვირდებით საეკლესიო კალენდარს, შეამჩნევთ, რომ კალენდარშიც არის მითითებული ამა თუ იმ კვირას, რომელი ხმის საგალობლები იგალობება. 10 თვის წერტილი იწყება სულთმოფენობის დღესასწაულის შემდეგი კვირიდან. იწყება ხმების ათვლა და ყოველ კვირა ხმა იცვლება დაწყებული პირველი ხმიდან 8 კვირის ჩათვლით იცვლება ხმები და შემდეგ ეს ციკლი გრძელდება, რა თქმა უნდა, და მთელ წელიწადს მოიცავს. ბუნებრივია ეს მრავალფეროვნება ჰანგებისა არის ძალიან მნიშვნელოვანი ტაძარში, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, მსახურება უნდა წარიმართოს ისე, როგორც შეშვენის ღვთის ქებადიდებას და ეს ჰანგების მრავალფეროვნება ღვთის ქებადიდების გამომხატველი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ, მეცნიერებაში არის სხვადასხვა მოსაზრება, გადმოცემა, თუ საიდან იღებს სათავეს რვახმის სისტემა, არის გადმოცემა არსებობს, რომ თავიდან იყო მხოლოდ 4 ხმა და შემდეგ შეემატა დანარჩენი 4 და ამას უკავშირებენ იოანე დამასკელის სახელს. არის გადმოცემა თითქოს თავდაპირველად დასავლეთში აღმოცენდა ეს სისტემა, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც მეცნიერული კვლევების შედეგები ასკვნის იმას, რომ ეს სისტემა გავრცელდა ბიზანტიიდან და გავრცელდა დასავლეთში და მთელ ქრისტიანულ სამყაროში, მათ შორის საქართველოში. ის ნამდვილად უკავშირდება იოანე დამასკელის სახელს და ეს საბოლოო ჩამოყალიბება რვახმის სისტემისა და ვიცით ისიც, რომ წყაროების მიხედვით არის ესეთი წყარო, საიდანაც ჩანს, რომ ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლის პატრიარქი იოანე მე-6 წერდა ტრობარზე მეორე ხმაში. ის იყო მე-6 საუკუნის მოღვაწე. შესაბამისად, ხმათა სისტემა აღმოცენდა უფრო ადრე, ვიდრე განხორციელდებოდა საბაწმიდის რეფორმა, თუმცა საბაწმიდის სკოლაში, საბაწმიდის ჰიმნოგრაფიულ სკოლაში ეს რეფორმა დასრულდა, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბდა საბოლოო ჯამში რვახმის სისტემა. საგალობლები, რომლებიც ხმებზეა გაწყობილი, შევიდა კრებულში, რომელსაც ქვია ოქტოიხოსი, მოგეხსენებათ, ეს ბერძნული ტერმინია, იხოს ნიშნავს ხმას, ოქტო კიდე 8 ხმა. ქართულ ტრადიციაში შემუშავდა ესეთი კრებული, რომელსაც ქვია პარაკლიტონი, სადაც შედის საგალობლები როგორც კვირადღისა, ასევე შვიდეულის დღეების, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. ეს რეპერტუარი, აი შვიდეულის დღეების რეპერტუარის გაწყობა 8 ხმაზე უკავშირდება ნიკეის მიტროპოლიტ თეოფანეს და იოსებ გალობელს. მათ სახელებს მე-9 საუკუნეში მოხდა აი ამ საგალობლების სისტემატიზაცია 8 ხმაში. მე ვგულისხმობ სწორედ შვიდეულის დღეების საგალობლებს. ზოგადად ხმა როგორც კატეგორია, ხმა როგორც მუსიკალური კატეგორია უკავშირდება ერთი მხრივ ბგერათ რიგს. მიიჩნევენ, რომ მიჩნეულია, რომ დავუშვათ ბიზანტიური 8 ხმა, თითოეული ხმა უკავშირდება ამა თუ იმ ბგერათ რიგს, ეფუძნება ამა თუ იმ ბგერათ რიგს, ამა თუ იმ კილოს. მაგალითად, ბიზანტიურ ტრადიციაში 4 ძირითადი კილო იყო დორიული, ფრიგიული, ლიდიური და მიქსოლიდიური. ეს იყო აი ამ კილოების სახელები.
ხოლო დანარჩენი 4 ხმა, ეს არის უკვე მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ხმები, ისინი წარმოებულია პირველი 4 ხმისგან და ამიტომ მათ ეწოდება ასე ჰიპოდორიული, ჰიპოლიდიური, ჰიპოფრიგიული, ჰიპოლიდიური და ჰიპონიქსოლიდიური. ანუ აქ გვაქვს ავთენტური ხმები, პირველი 4 არის ძირითადი ხმა, რომელსაც უწოდებენ ავთენტურ ხმებს, ხოლო შემდგომი 4 ხმა მე-5-დან მე-8-ის ჩათვლით არის პლაგალური ხმა, ტერმინ პლაგიოს უკავშირდება და ეს არის წარმოებული ხმებით აი ამ ავთენტური 4 ხმისგან. ამიტომ ქართულში შესაბამისი ტერმინები არის ესე ვთქვათ ჩამოყალიბებული ხმანი პირველ 4 ხმას ეწოდება, ხოლო გვერდნი დანარჩენ 4 ხმას, აი მაგალითად თუ არის მეორე ხმაი B, ქართულად ესე იწერება ხელნაწერებში, ხოლო თუ არის მეორე ხმისგან წარმოებული ხმა, ეს არის მე-6 ხმა, ხელნაწერებში შეხვდებით ჩანაწერს ხმაი B გვერდი. ასეთ ჩანაწერს, რაც უკვე ნიშნავს ხმა B გვერდი, უკვე ნიშნავს მე-6 ხმას. და ძველ ჩანაწერებში, სწორედ ძველ ხელნაწერებში ასეთი წანაწერები გვხდება და მოგვიანებით აი ესეთი აღნიშვნა შეიცვალა რიცხობრივი აღნიშვნით, უბრალოდ უკვე აღარ ხმარობდნენ ამ ტერმინებს, როგორიც არის გვერდი, ესეთ ტერმინს, როგორიც არის გვერდი და უბრალოდ აღინიშნება რიცხვის გამომხატველი სიტყვებით. ხმა მე-5, ხმა მე-6, ხმა მე-7, ხმა მე-8 და მოკლედ აი ესეთი პრინციპი გახლავთ ხმათა ხმებზე მითითების. ჩვენ ვიცით, რომ ხელნაწერები ერთ-ერთი უძველესი, მაგალითად ბიზანტიური წარმომავლობის ხელნაწერები, სადაც უკვე საგალობლები არის გაწყობილი 8 ხმაზე, ეს გახლავთ სინური ხელნაწერი სინაგრეკა 776, სადაც აი მთელი რიგი საგალობლებისა გაწყობილია აი 8 ხმაზე. ქართული ძველი ხელნაწერები არის საკმაოდ ხანდაზმული, სადაც უკვე საგალობლებთან მითითებულია ხმა. მაგალითად, ესეთი არის იერუსალიმური განჩინება, ერთ-ერთი უძველესი ხელნაწერი, სადაც არის ხმაზე მითითება, ისევ როგორც უძველესი იადგარი. სადაც აი როგორც ვიცით, ეს ხელნაწერი დათარიღებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. სავარაუდოდ მე-9 საუკუნეში უკვე ეს კრებული შედგენილია მე-9 საუკუნის დასაწყისში და მაშასადამე ამ დროისთვის ქართულ სახელმწიფო პრაქტიკაში არის მთელი რიგი საგალობლებისა, რომელიც არის გაწყობილი 8 ხმაზე. 8 ხმის სისტემაზე. მე უკვე აღნიშნე, რომ აი ეს ხმას უკავშირებენ ერთი მხრივ გერათ რიგებს, ანუ ესა თუ ის საგალობელი, ან ამა თუ იმ საგალობლის, ამა თუ იმ ხმის საგალობლის ჯგუფი, ამა თუ იმ კილოს უკავშირდება, ამა თუ იმ კილოზეა დაფუძნებული. მეორე მხრივ ხმა არის მელოდიური ინტონაციური კატეგორია. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია თუ ხმას დაქვემდებარებული ჰანგები, რომლებიც არის კანონიზებული ჰანგები, კანონიკური ეკლესიაში კანონიკურად აღიარებული ჰანგები, ისინი შედგება მზა, ასე ვთქვათ, მელოდიურ ინტონაციური ერთეულებისგან. შევეცდები გავმარტო ეს რა იგულისხმება აი ამ მელოდიურ ინტონაციურ ერთეულებში. ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი საგალობელი შედგება მუსიკალური ფრაზებისგან, რომელსაც შესაბამება ქართული ტერმინი, მუხლი, როგორც
მუსიკალური მუხლია ამ შემთხვევაში ნაგულის ხმები და ესათვის საგალობელი იმას ესე ვთქვათ იმის მიხედვით თუ რა ზომის ტექსტზე არის გაწყობილი შეიცავს გარკვეულ რაოდენობას მუხლების გარკვეულ რაოდენობას შეიძლება იყოს 6 მუხლი 7 მუხლი ან უფრო ნაკლები და შესაბამისად თითოეული მუხლი ან მუსიკალური ფრაზა თავის მხრივ იყოფა უფრო მცირე სტრუქტურულ ერთეულებად ეს არის საქცევებს უწოდებენ მოტივები, საქცევები და აი ეს სტრუქტურული ერთეულები, რომელიც მე ვახსენე, არის იძენს უკვე მოდელების ფუნქციას. გულისხმობ იმას, რომ რვახმის სისტემას შეადგენენ ეს სტრუქტურული ერთეულები, მუხლები, მელოდიური, ესე ვთქვათ, ფორმულები, იგივე საქცევები, რომელიც მე ვახსენე, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა ტექსტი, რომელთა, ასე ვთქვათ, გარკვეულ განლაგებას შეუსაბამო ესათვის ტექსტი. ანუ რვახმის სისტემა ზოგადად წარმოადგენს ნაკრებს აი ამ მელოდიური ინტონაციური ერთეულების ნაკრებს, 8 ჯგუფად დაყოფილს, რომლებიც საფუძვლად ედება სხვადასხვა საგალობლის მელოდიას. შესაბამისად ეს არის ძალიან საკმაოდ დიდი რეპერტუარი ამ მელოდიური ფორმულებისა და მუხლებისა, დიდი რეპერტუარი, რომელიც ქმნის გარკვეულ ფონდს, აი ამ რვახმის სისტემის ფონდს. და ესე იგი ესა თუ ის თავშოთ ამა თუ წმინდანისადმი მიძღვნილი საგალობელი, როდესაც იქმნება ჰიმნოგრაფში შეერჩია ხმა, როდესაც წერდა საგალობლის ტექსტს ამა თუ იმ წმინდანისადმი, მას შესაძლოა შეერჩია ესე თუ ის ხმა წმინდანისადმი მიძღვნილი საგალობლისთვის და ასე ვთქვათ, გაეწყო ეს ტექსტი იმ საგალობლის ხმაზე, ანუ იმ საგალობლის ჰანგზე. ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ რა კი არის რვახმის სისტემა, არის მხოლოდ 8 ჰანგი, არა, რა თქმა უნდა. მოგახსენებთ, რომ მთელი მრავალფეროვნება საგალობელთა სახეობისა არსებობს ხო ღვთაღვთისმსახურო პრაქტიკაში და ისინი იყოფიან ჯგუფებად, ასე ვთქვათ, ჟანრულ ჯგუფებად. მაგალითად, უხითა და უხითა ჯგუფში შემავალი საგალობლები, როგორიც არის უხითა, ღვთისმშობლისა, ღმერთი უფალი. აი ეს ყველა ესე იგი საგალობელი, რომელიც მათ ჩამოთვალე ეს საგალობლები, ერთ საერთო ჰანგებს შეიცავს რვახმის მიხედვით. ასევე დავშათ კონდაკი, იკოსი, წარდგომა ამ სახეობის საგალობლებსაც აქვს საერთო ჰანგები რვახმის მიხედვით. ასევე დავშათ სტიქარონები, დასდებლები უფალო ღაღატყავსაზე და აკებდიცაზე და აღვივსენიცაზე და აი ამ სტიქარონების ამ ჯგუფსაც აქვს თავისი ჰანგები, 8 ჰანგი, რომელიც ესე ვთქვათ 8 კვირის განმავლობაში იკალობება. ასე სხვა ჟანრობრივი ჯგუფებიც, მაგალითად ძლისპირები, რვახმისა, მათაც აქვს თავიანთი ჰანგები, ასევე დიდებანი, წმინდა არსი და ასე შემდეგ. სულ გამოყოფილია 10 ჯგუფი საგალობლისა, საგალობელთა სახეობის 10 ჯგუფი, რომლებსაც აქვს საერთო ჰანგები და მათი ეს საერთო ჰანგები აკინძულია, როგორც ჩვენი ძველი მგალობლები იტყოდნენ, აკინძულია ამ უკვე მზა სტრუქტურული ერთეულებით, ანუ მზა მოდელებად, ასე ვთქვათ, წარმოჩენილ, აი მოდელებად ჩამოყალიბებულ მუხლებს ეფუძნება და მუხლის შემადგენელ
საქცევებს, ანუ მელოდიურ ფორმულებს. რა თქმა უნდა, აი აქ, როდესაც ტექსტი ეფარდება ჰანგს, ჰიმნოგრაფები და მეხელები, ხო ეს ტერმინი უკვე მე გავმარტე, ხო მეხელები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ 8 ხმის სხვადასხვა ჰანგებზე გაეწყოთ ტექსტები. მათ უკვე შვენივრად იცოდნენ, რომ ამა თუ იმ ხმისთვის დამახასიათებელია ესა თუ ის მუხლები და მელოდიური ფორმულები. უпростоრად ამა თუ ხმის ფონდში გაერთიანებულია გარკვეული განსაზღვრული რაოდენობა მუხლებისა და მელოდიური ფორმულებისა. და შესაბამისად ისინი ზრუნავდნენ იმისთვის, რომ ტექსტი სწორედ იმ ხმის მუხლებისთვის შეეწყოთ, სწორედ იმ ხმის მელოდიური ფორმულებისთვის შეეწყოთ და ასე ვთქვათ, გათვალისწინებული იყო ამ დროს ტექსტის შინაარსიც, მის სინტაქსური სტრუქტურა და ისინი იყვნენ საოცარი ოსტატები, რომ ეს ჰანგისა და ტექსტის შეფარდება ყოფილიყო ძალიან ორგანული. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვისმენთ ამა თუ იმ ჯგუფის საგალობლებს, ჩვენ უკვე ვცნობთ, რომ ეს არის პირველი ხმის, ან მეოთხე ხმის, ან მეექვსის, ანუ ადამიანები, გალობლები, რომელიც არიან უკვე კარგად გათვითცნობიერებული ამაში, იმიტომ რომ ისინი იცნობენ რეპერტუარს, ისინი ძალიან ადვილად არჩევენ სხვადასხვა ხმის საგალობლებს ერთმანეთისგან. და ეს ფაქტი, რომ აი ეს თვითოულ ხმაში ამ მუხლების და მელოდიური ფორმულების რაოდენობა არის განსაზღვრული, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგლამენტირებულია უკვე რეპერტუარი, რეგლამენტირებულია ხმაში შემავალი მუხლების რაოდენობა თითოეული ჯგუფისთვის. რეგლამენტირებულია თითოეულ ასე ვთქვათ, ხმაში შემავალი მელოდიური ფორმულების რაოდენობა, ესე იგი, ამა თუ იმ ხმის და ამა თუ იმ ჯგუფის საგალობლისა. აქვე მინდა ვთქვა, რომ გარკვეული, ასე ვთქვათ, შევსება ამ რეპერტუარის ხდებოდა. აი, მოგეხსენებათ, არსებობს იმპროვიზაციის ხელოვნება და შეიძლება ამა თუ იმ დიდ გალობელს საგალობლის შესრულების დროს, ასე ვთქვათ, მიემართა იმპროვიზაციისთვის და მას დაუშვათ რაღაცა მუსიკალური პრაზის, რაღაც იმპროვიზაციული ვარიანტი შემოეთავაზებინა და ეს იყო ძალიან ბუნებრივი პროცესი, ეს იმპროვიზაცია არის ძალიან ესეთი ბუნებრივი პროცესი, რა თქმა უნდა, მუსიცირებისა და ზოგჯერ ესა თუ ის იმპროვიზაციული ვარიანტი იმდენად ეს ვრცელდებოდა, როგორც ჩანს, საუკეთესო ნიმუშები მაინც რჩებოდა მეხსიერებაში, ისინი ვრცელდებოდა მერეს გალობელთა შორის და ისინი ქმნიდნენ უკვე ახალ პლასტს, ახალ შრეს, ასე ვთქვათ, ამ მელოდიური ინტონაციური ფორმულებისა, რომლებიც კიდევ უფრო ავსებდნენ და ამდიდრებდნენ ამ 8 ხმის ფონდს, თუ შეიძლება ასე ითქვას და შესაბამისად ამის ნიმუშებიც არის სამგალობლ რეპერტუარში და ეს კვლევის შედეგად ასეთი ნიმუშებიც გამოვლენა ხდება, რა თქმა უნდა. მაგრამ თავარი არის მაინც ის საბაზისო ფორმულები, რომლებიც წარმოადგენენ 8 ხმის საფუძველს და მათი რაოდენობა განსაზღვრულია. ის რომ მათი რაოდენობა განსაზღვრულია ქართულ წყაროებში ძალიან კარგად ჩანს. აი მაგალითად, როდესაც ფილიმონ ქორიძემ ჩაწერა ქართული საეკლესიო საგალობლები, თავდაპირველად მან ჩაწერა წირვის წესის საგალობლები, გამშვენებული და აი ამ დროს
საგაზეთო წერილი წერება დიდი მგალობლების მიერ, როგორებიც არიან ვასილ ქუთათელაძე, ნიკოლოზ კანდელაკი და ნიკო მეძმარიაშვილი და ისინი აღნიშნავენ, რომ ძალიან სასიხარულოა, რომ ეს წივის საგალობლების დაფიქსირდა, ჩაწერა ფილმი მქორიძემ და ეხლა ძალიან მნიშვნელოვანიაო, რომ 8 ხმის საგალობლები იქნეს ჩაწერილიო და პირდაპირ ისინი ასახელებენ, რომ ჩასაწერია ანტიფონების 70 მუხლი. თვითხმოვანი პარაგლიტონის 64 მუხლი, ხა თუ არ ვცდები, აი 64 ესე როგორც მახსოვს. ესე იგი, პირდაპირ ციფრებს ასახელებენ რა უნდა იქნეს დაფიქსირებული იმისთვის, რომ მე მომავალმა თაობამ ეს შეისწავლოს და ეს ჟღერდეს ეკლესიაში, უბრალოდ ჟღერდა ეს ეკლესიაში, მაგრამ იმისთვის, რომ არ დაკარგულიყო და მომავალ თაობისთვის შენახული იყო ეს მნიშვნელოვანი. მაგალითად, რაჟდენ ხუნდაძე წერს, რომ აი თლისპირები შეიცავენ 554 მუხლს. აი პირდაპირ დათვლილი იყო, ესენი იცოდნენ მზეპირად და ესე იყო სწორედ ის მუხლები, ის რეპერტუარი, რომლისგანაც, როგორც გითხარით, აკინძულია, აი ამ ტერმინს ვასილ კარბელაშვილიც იყენებს, რომლისგანაც, უბრალოდ პოლიოქტოს კარბელაშვილი, რომლისგანაც აკინძულია ჰანგი. აი როგორც მძივებისგან აკინძავ, ხო, უბრალოდ რაღაც ქვეებისგან აკინძავ ერთიან და მძივს, სხვა ესე ჰანგი არის აკინძული აი ამ სტრუქტურული ერთეულებით და სწორედ ესეთი სრული რექტერლობის ბმა წარმოქმნის მთლიანი საგალობლის ჰანგს და მუსიკალურ ქარგას. აი ეს არის პრინციპი. და აი ის რომ ეს მარტო ქართულში კი არ არის ეს პრინციპი, ზოგადად მართლმადიდებლურ ტრადიციაში ასე იყო დათვლილი სტრუქტურული თეორიის რაოდენობა, თუ თქვენ გადახედავთ ლიტერატურას ძველი სლავური გალობის შესახებ, ძველი ბიზანტიური გალობის შესახებ, მასთან მე სტრუქტურული ერთეულების რაოდენობა განსაზღვრულია, ისინი მოდელების ფუნქციას ასრულებენ და ისინი არიან ეს არის სწორედ ის რეპერტუარი, რომლისგანაც შედგება საგალობლის ჰანგი. შესაბამისად, როდესაც ლიტურგიკულ წიგნში მითითებულია ხმა, რომ ესა თუ ის საგალობელი ამა თუ მე ხმაში უნდა იგალობოს გუნდმა, ამის გათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გალობლებმა ძველად ეს ხმები ზეპირად იცოდნენ, იყო გალობის ზეპირი ტრადიცია და მათთვის საკმარისი იყო, რომ ლიტურგიკულ წიგნში გაეთვალისწინებოდათ ეს მითითება და რომელ ხმაშიც იყო საგალობელი ესე ვთქვათ, ჩაწერილი ლიტურგიკულ წიგნში, იმ ხმაში უნდა ეგალობათ და ამის ცვლილება არ შეიძლებოდა. მაგალითად, ანტონ კათალიკოსის ძალიან საინტერესო წერილი არსებობს, უბრალოდ ეს არის ანდერძი ერთ-ერთი მისი კრებულისა, სადაც ის წერს, რომ ასეთ სიტყვებს წერს, რომ რაიცა განაწესეს წმინდათა მამათა თარგმანთა ჩვენთა ხმა იგალობისაიო, ნურმის ცვალებს მას და ნურავის გონიეს თავითვისი უბრძნეს მათსა. ანუ ანტონ კათალიკოსი ამბობს, რომ ვინცო ჩვენმა წინაპრებმა მამათაო, ჩვენმა მამებმაო, თარგმნელებმა რაიცა განაწესესო ხმა იგალობისა, ხმა რაც განაწესესო ამა თუ იმ საგალობლის ხმაო, არავინ არ შეცვალოსო და ნურავის გონიაო თავითვისი აი ამ დიდ მამებზე უფრო ბრძენიო, ხო? და მე ამასაც წერს, რომ ესე იგი რომელიც ამას შეცვლისო, ხო, რომელიც ამას ხმას შეცვლისო, მითხრასო, რომელი კანონის ქვეშ ცვლის ამ ხმასო. და თუ კი ის ცვლისო ყოველგვარი კანონის დარღვევით, ამას უწოდებს ის თავხედობას. ამბობს პირდაპირ. და თუ ის ცვლისო თავხედობითო, არა კეთილარს, თვინიერ კანონთა ცხოვრება. თუ ის თავხედობით ცვლისო, ესო არ არის კეთილი საქმეო და კანონის გარეშე ცხოვრებაო, ეს არ არის კარგიო, არ იწონებს ამას. აი ესე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ
ეკლესიის მამები აი ამ ხმათა სისტემის, ასე ვთქვათ, ესე დაცვას ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს და მართლაც ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ვიცით, რომ ქართულ სამხმიან საგალობლებში აი ეს კანონიკური ხანგი, რომელიც არის სწორედ ის ხანგი, რომელიც არის რვახმას დაქვემდებარებული ზოგადად ხანგები, ხო? აი ეს კანონიკური ხანგები არის ზედახმაში, ამას ქვია ტერმინი თქმა, ასეც უწოდებდნენ ჩვენი წინაპრები. ზედახმას ქვია თქმა და დანარჩენი ხმები, მეორე და მესამე ხმა, აი ამ ზედახმას ეფარდება მაღალი ბანი და ბანი, ასე უწოდებენ. ან თქმა, მოძახილი და ბანი. შესაბამისად, ზედახმაში არის სწორედ ეს კანონიკური ხანგი ქართულ ტრადიციაში და მას უფარდებდნენ მეორე და მესამე ხმას. სხვადასხვა ტრადიციაში სხვადასხვაგვარად იყო, მაგალითად ძველი სლავური საგალობლები, პუწივოე რასპევ ასე უწოდებენ, მრავალხმიანი საგალობლები ძველ სლავურ ტრადიციაში აქ აი ეს ძირითადი ხანგი იყო შუახმაში მოცემული. გრიგოლოსეულ ქოლორასში პირიქით ეს იყო ქვედახმა. სხვადასხვაგვარი ტრადიცია არსებობს და ასეთი თვითყოფადობის ესეთი გამოვლინება, რა თქმა უნდა, ბუნებრივი არის და ჩვენ ვიცით, რომ აი ეს კილოები, რომელიც საფუძვლად უდევს რვახმის სისტემას, სხვადასხვა ერებში არის თვითყოფადი. ეს არის ეროვნული მუსიკალური აზროვნების პრინციპებს ეფუძნება და შესაბამისად ქართულ რვახმის სისტემას საფუძვლად უდევს ქართული კილოები, ქართული ესე ვთქვათ მელოდიური ინტონაციური, ასე ვთქვათ, საფუძველზე არის აღმოცენებული, ისევე როგორც სხვა ტრადიციებში თავიანთ თვითყოფად კილოებს ეფუძნება აი ეს ხმები. მე ვახსენე აი ეს კილოები, რომელიც არის ბიზანტიურ ტრადიციაში, ხო, აი დორიული, ფრიგიული, ლიდიური, მიქსილიდიური. აი ეს ნომენკლატურა, ეს სახელწოდებები თქვენ შეხვდებათ დასავლეთ რომის ეკლესიაში, ეკლესიის ტრადიციაში ეს სახელწოდებები კილოებისა, უბრალოდ იქ არის თანმიმდევრობა ცოტა სხვაგვარი, მაგალითად იქ თუ პირველი ხმა არის დორიული, მეორე ხმა არის ჰიპოდორიული, მესამე ხმა არის ფრიგიული, მეოთხე ჰიპოფრიგიული. ანუ თანმიმდევრობა არის განსხვავებული და რა თქმა უნდა მუსიკალური ენაც სხვადასხვა ავტოკეფალური ეკლესიის ტრადიციაში არის განსხვავებული, თუმცა ხმის პრინციპი არის ერთი და იგივე, რვახმის პრინციპი ყველა ადგილობრივ ეკლესიაში და კიდევ საერთოა პრინციპი იმისა, რომ რაც მე ახსენე, ხმა რომ არის მელოდიური ინტონაციური კატეგორია, ანუ ხანგები ეფუძნება უკვე მოდელებად ქცეულ აი ამ მუხლებს, მოდელებად ქცეულ მელოდიურ ფორმულებს, ანუ საქცევებს და აი ამ სტრუქტურული ერთეულების მიხედვით არის აგებული აი ეს საგალობლები, რომელიც ხმათა სისტემას ექვემდებარება, ხო? აი ეს პრინციპი ყველა მართლმადიდებლურ ტრადიციაში არის ერთი და იგივე აბსოლუტურად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი წინაპრები ამას ძალიან ერთგულად იცავდნენ და ძალიან საინტერესოა სხვათა შორის დეკანოზ რაჟდენ ხუნდაძის ცნობილი მგალობლის გამონათქვამი, რომ საუკეთესო მგალობელთაგანო ვერავინ გაბედავდაო ერთხელზე დაფუძნებული კილოს სხვაგვარად შებრუნებას. ანუ ის ხანგები, საბაზისო ხანგები, ამას კილოებსაც უწოდებდნენ სხვაგვარად ჩვენი წინაპრები. ის იყო ერთხელზე დაფუძნებული, დაფუძნებული ერთ დაუშვათ გარკვეულ პერიოდში და აი ამ კილოს უკვე დაფუძნებულ კილოს ვეღარავინ ვერ შეცვლიდა. ანუ ის იყო ძალიან სათუთად დაცული საუბათა შორის და შესაბამისად ამ რვახმის ხანგებმა ჩვენამდე მოაღწია სანოტო ხელნაწერებშიც არის ეს წარმოდგენილი, მაგალითად 6 მეკერესელის ხელნაწერში არის წარმოდგენილი როგორც სამწუხრო საცისკრო საგალობლები რვახმისა, პარაკლიტონი არის წარმოდგენილი, ესე მრავალფეროვნება ხანგებისა ჩვენამდე არის მოღწეული და ის არის ძალიან ძირძველი. მე ვახსენე დავუშვათ ისეთი კრებულები, როგორებიცაა უძველესი ადგარი
იერუსალიმური განჩინება, სადაც ხმები არის მითითებული და ძალიან საინტერესოა და მინდა ასევე გავიხსენო გიორგი მთაწმიდელის ერთ-ერთი ანდერძი. უბრალოდ მინაწერი მარხვანის კრებულზე და ის ამბობს, რომ აი მან თარგმნა რაღაც თვითქმოვანი საგალობელი, მაგრამ ესო ბერძნებსო თავიანთი აქვთო ეს ჰანგი და მან შეუფარდა ტრადიციული ჰანგი, რომელიც ძველთაგან ვიცითო ამბობს და მე ესე თქვათ მიაწერა კიდე შემდეგი სიტყვები, რომ წაედე იხილე თუ არა ამას გვერდსა 400 წელი უფრო ახსოვს. აი გვერდი ტერმინი რო იხმა რა ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ხმა, ესე იგი პლაგალური, ესე იგი გვერდი, ხმა გვერდი, ხო, როგორც ვთქვით, აი მეხუთე ხმიდან იწყება ამ ტერმინის გამოყენება გვერდის. ანუ ესე იგი საუბრობს პლაგალურ ხმაზე და ამბობს, რომ ეს ჰანგი, რომელიც მე გამოვიყენეო, ამასო 400 წელზე მეტი ახსოვს, ანუ 400 წლის ხნოვანებისაა. ეს იმას ნიშნავს, რომ რვახმის ჰანგები, რომელიც მიმოქცევაში და რომელიც იგალობება საღვთისმსახურო, ქართულ საღვთისმსახურო პრაქტიკაში მომდინარეობს, ასე ვთქვათ, საუკუნეების სიღრმიდან და რომ უკვე მე-7 საუკუნეში, ხო, რომ გადავთვალოთ აქ საუბარია მე-7 საუკუნის ჰანგზე. აი, მე-7 საუკუნიდან უკვე ქართულ საღვთისმსახურო პრაქტიკაში არის ჰანგები, რომელიც რვახმის სისტემას ექვემდებარება და რომელიც დამკვიდრდა გიორგი მთაწმიდელის დროსაც იგალობოდა და შემდგომშიაც და შესაძლოა ის ჰანგი დღესაც არის ჩაწერილი და ჩვენ ვგალობთ სწორედ ასეთ ძველ ჰანგებს და ეს სიძველე ამ ქართულ საგალობლებში ნამდვილად ეჭვს არ იწვევს ამ საგალობლების კილოები, მელოდიური ინტონაციური წყობა, ეს ყველაფერი ეჭვს არ იწვევს იმაში, რომ ისინი არიან საკმაოდ ძველი და ხანდაზმული. აი ეს არის თემა, რომელზეც ჩვენ გავამახვილეთ დღეს ყურადღება, რვახმის სისტემა საეკლესიო საღვთისმსახურო პრაქტიკაში და შევეხეთ, რა თქმა უნდა, მის გამოვლინებას ქართულ საღვთისმსახურო პრაქტიკაში. დღეს ამით დავასრულეთ ეს ლექცია. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის.